სამაზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოვიდა. ნოვაციური ტექნოლოგიები განათლების სისტემაში. თემას სახელმწიფო უნივერსიტეტში ურთგიანი კონფერენცია მიეძღვნა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის სპეციალისტებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. მოხსენებების ამ ტომეულში გაერთიანდება კრებულს კი ლექტორ-მასწავლებლები სახელმძღვანელოდ გამოიყენებენ. საერთაშორისო კონფერენციაში ევროპისა და აზიის 10 ქვეყნიდან 350-მდე პროფესორ მასწავლებელი და მკვლევარი მონაწილეობდა. ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ მეცნიერებებში წარმოდგენილი თემატიკა სხვადასხვა სპექტრს მოიცავდა. ძირითადად ყურადღება ჰუმანიტარული მეცნიერების ახალ გამოწვევებსა და ინტერნეტ სივრცეში მის ხელმისაწვდომობაზე გამახვილდა. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, ძალიან წარმატებული არის კონფერენცია, იმიტომ რომ თემატიკა ძალიან საინტერესოა, მოხსენებები ძალიან საინტერესოა, რაც მთავარია ფართო დებატებს და მსჯელობებს იწვევს ეს მოხსენებები. ეს იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული მოხსენებები, რომელიც თეორიაც იყო და პრაქტიკაც იყო და ამ თვალსაზრისით ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებლად ამ ურთიერთობებს და გონია რომ რაღაცნაირად მივაწვენთ ხვანს იქ ცენტრში, სადაც უნდა მოგვისმინოთ. ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში. კონფერენცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორედ ჩატარდა. დაინტერესებული პირები ევროპელი და აზიელი სპეციალისტების მოხსენებებს 13 სხვადასხვა სექციაში ისმენდნენ. განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებულ კონფერენციას ორგანიზება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა გაუწია. თუ წინა შეხვედრაზე შეიძლება ითქვას მხოლოდ სათაური პასუხობდა კონფერენციის ამ ახალ გამოწვევებს, ამჟამად ჩვენ ცალკე სექციაც აქვს ციფრული ჰუმანიტარიის, კორპუსული ლინგვისტიკის, ყველა სექციაში იქნება სემიოტიკური და ჰერმენევტიკული კვლევები და ყველა სექციაში არის ისეთი მოხსენებები, რომელიც პასუხობს სწორედ აი ამ ახალ გამოწვევებს, რასაც ინფორმაციული მეცნიერება აყენებს ჰუმანიტარული მეცნიერებების წინაშე. როგორ გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები თანამედროვე მეცნიერებაში და რა პრობლემების წინაშე დგანან მეცნიერები. პოლონეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და პოსტსაბჭოთა სივრცის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. იმდენად სწრაფი ტემპით მიდის ჩვენი ცხოვრება, რომ ჩვენ ფაქტიურად ვერც მეწევით მასზე. საჭიროა სინქრონიზაციის დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ ტექნოლოგიაში ერთი ენა დომინირებს, რაც ქართველებსაც და პოლონელებსაც თვით იდენტიფიკაციის საშუალებას გვიზღუდავს. საქართველო იმსახურებს, რომ ამ კუთხით თავისი კულტურა შეინარჩუნოს და მომავალში განავითაროს. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების წიგნად შეკვრასა და 3 ტომეულის გამოცემას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გეგმავს, რომელიც 20 დეკემბრამდე დაიბეჭდება.